Salmabit, ივნისის თვე ვნახოთ. იცით რა მიმართულებით, განსაკუთრებით რას უნდა მიაქციოთ ივნისის თვეში ყურადღება, აი ამ ასე განვიხილავდი მე დღევანდელ საჯარო გაშლას. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ივნისის თვეში, რომ თქვენი თვე იყოს უფრო მეტად პროდუქტიული, უფრო მეტად საინტერესო, უფრო მეტად შემოქმედებითი ენერგიით სავსე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სამ ვარიანტად. შეძლებს დაგვარად თითო არკანად. ნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ივნისის თვე იყოს პროდუქტიული, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე, ახლა გავასწორებ. აი ასე. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? პირველი ვარიანტი ციტრინი იქნება, მეორე ვარიანტი იქნება მთის ბროლი, მესამე ვარიანტი იქნება ავანტიურინი. რას ვაქცევთ ივნისის თვეში ყურადღებას იმისთვის, რომ ივნისის თვე იყოს ჩვენთვის მაქსიმალურად წარმატებული და პროდუქტიული. კარგად დავაკვირდით სამივე ვარიანტს, სამივე მინერალს. ვინც ვერ მოასწარით, დაპაუზეთ ეკრანი და მე ვიწყებ პირველი ვარიანტით. ციტრინი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ივნისის თვეში, რომ თქვენი თვე იყოს მაქსიმალურად პროდუქტიული. პირველ რიგში დასვენებას ეს იქნებოდა ჩემი უპირველესი რჩევა, იმიტომ რომ უფრო მეტად უნდა შეინახოთ ენერგია, უფრო მეტად უნდა დაისვენოთ, იმიტომ რომ ბევრი ემოციური, მენტალური ენერგია არის თქვენგან გასული, სავარაუდოდ ნერვიულობა იყო, სტრესი იყო ძალიან ბევრი. იყო ბევრი საფიქრალი და იყო ბევრი რაღაც გარკვეული სანერვიულო მომენტები იკვეთება აქ და თქვენ გეუბნებიან რომ გჭირდებათ დასვენება, იმიტომ რომ ბევრი იბრძოლეთ, ბევრი იშრომეთ, ბევრი გააკეთეთ იმისთვის, რომ ვთქვათ, გარკვეული საკითხი ან საკითხები მოგენელებინათ, მიგეღოთ და იმისთვის, რომ ვთქვათ, შემდგომი ნაბიჯები განახორციელოთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის დასვენება. დასვენება, მედიტაცია, მეტი აბაზანები, მეტი დაბრუნება სხეულში, მეტი ყურადღება საკუთარ ნერვულ სისტემას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა თქვენთვის აღდგენა. თქვენ ახლა აღდგენა გჭირდებათ. გამიგეთ ხო? თქვენ ახლა გჭირდებათ აღდგენა, იმიტომ რომ დაღლილია თქვენი სხეული, დაღლილია თქვენი ცნობიერი, დაღლილი ხართ თქვენ თვითონ. გამიგეთ ხო? ამიტომ შესაძლებელი ხა ფიქრობდეთ, რომ რაღაცები დაპაუზებულია, გაჩერებულია, ხანდახან სამყარომით გვაგრძნობინებს, რომ იცი რა, გაჩერდი და დაისვენე. უბრალოდ დაისვენე. იმიტომ რომ ჩვენ იქ რაღაც შიშები გვაქვს, აი რაღაცა ვერ მოვასწრებთ, რაღაცას ჩამორჩებით და ასე შემდეგ. არა მეგობრებო, დასვენება გაძლევთ საშუალებას პირიქით ბევრად უფრო გაძლიერებული, განახლებული და უბრუნდეთ სამყაროს და იყოთ მისთვის კიდევ უფრო მეტად, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდგომ უკვე გარემო სამყაროსთვის ბევრად უფრო პროდუქტიულიც, სასარგებლოც, დასვენებულიც და სწორად და ადეკვატურად იყოს თქვენი ენერგიები განაწილებული, ამიტომ დასვენება და კიდევ ერთხელ დასვენება ივნისის თვეში თქვენ გეუბნებიან, რომ შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად უფრო მეტად ისვენებთ, ვიდრე ხართ რაიმე ესეთ აქტიურ ენერგიებში და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას. კარგი იქნება თუ კი გოგონების სკრინინგი, სისხლის საერთო ანალიზი, ხო, ყველაფერი რაც სჭირდება ჯანმრთელობის ჩეკაპს, განსაკუთრებით ფარისებრის ყველაფერი გაასინჯეთ და ესე იგი მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას. მეორე ვარიანტი, მთის ბროლი. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ უფრო მეტად პროდუქტიული იყოთ ივნისის თვეში. პენტაკლების ტუზი. შესანიშნავი. ახალი მატერიალური შანსები და კარებები იხსნება თქვენთვის. გამიგეთ? პენტაკლების ტუზი ნიშნავს ასევე ცხოვრების ყოფიერების სხვა დონე, სხვა ლეველი, სხვა ხარისხი, ხო?
კიდევ ერთი არკანით ვიკითხავ, იმიტომ რომ რატომღაც არ მინდა ეს მხოლოდ ფინანსურ ასპექტში განვიხილო. რას ეხება თქვენი პენტაკლების ტუზი? რას ეხება თქვენი პენტაკლების ტუზი? რაში გადიხართ? სად არის ახალი შანსები? ყველაფერი მიდის რაღაც გარკვეული ცვლილებებისკენ. ცვლილებები აი სად არის თქვენი, იმიტომ არ მინდოდა რომ მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ახალი მატერიალური შანსები, პერსპექტივები, წინადადებები, შემოთავაზებები, თქვენც ასევე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რაღაც ახალს იდეას თქვა ჩაუყაროთ საფუძველი, რომელიც შემდგომ თქვენთვის პენტაკლების ენერგიებს მოიტანს, მაგრამ ეს არის მაინც უფრო კარი. და როდესაც ვიკითხე რა არის, რაში მდგომარეობს ეს კარი. კარი მდგომარეობს იმაში, რომ მე უფრო ამას ვხედავ, რომ თქვენს შინაგან ძალას პოულობთ. შინაგან ძალას პოულობთ, იმიტომ რომ უკან მოიტოვეთ გარკვეული რთული პერიოდი და თქვენ ივნისის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ზუსტად აი ამ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ. ეს არის კარები, რომელსაც გაყავხართ ახალ რეალობაში, ახალ შთაბეჭდილებებში, საკუთარ თავთან თქვენ იპოვით იმ ძალას, იმ ენერგიას, იმ იცით რა მინდა გითხრათ? ივნისის თვეში ახალი თქვენი ბადებით, ახალი, ბევრად ძლიერი. თქვენ გეუბნებიან, რომ გადი ამ კარებში, ღია ეს კარები შენთვის, შენ ეს დაიმსახურე. მეც არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის დამსახურებული პენტაკლების ტუზი. ტუზი ყოველთვის რაღაც ახლის საწყისია და ამ შემთხვევაში ეს არის ვიმეორებ კარები, რომელსაც გაყავხართ გარკვეული სტრესული სიტუაციიდან ერთი რეალობიდან მეორეში. და გაპოვნინებთ საკუთარ ძალას და შესაძლებელია შექმნათ რაღაც ისეთი. გაღოთ ზუსტად ის კარები, რომელიც უკვე ან შესაძლოა უკვე გაღებული გაქვთ, რომელსაც უკვე ივნისის თვეა, რომელსაც აბსოლუტურად სხვა რეალობაში, სხვა ხარისხებში და სხვა სამყაროებში შეყავხართ. სადაც მხოლოდ თქვენ გაზრდილ ვერსიას შეუძლია ყოფნა და რადგან გაიხსნა ეს კარები თქვენთვის, ესე იგი გაიზარდეთ. ვიცი მისმენთ. მესამე ვარიანტი. მას რა უსვია? სანთელი. ავენტური. თქვენ რას უნდა მიაქციოთ ივნისის თვეში ყურადღება, რომ თქვენი თვე იყოს ნაყოფიერი. მეორე ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. პირველ რიგში ენერგოვამპირების სიცხეზე უფრო მეტად აქტიურად აბზუილდებიან, ამიტომ ყურადღება, იმიტომ რომ თქვენს ირგვლივ შესაძლებელია გააქტიურდნენ პარაზიტები, ენერგოვამპირები. ყველა ის ადამიანი, რომელსაც უნდა რომ მოიპაროს თქვენგან ნებისმიერი ენერგია, ინფორმაცია, რესურსი, მოიპაროს თქვენგან ის, რაც მას არ ეკუთვნის. ყველაფერი შეიძლება იყოს ეს. ვკითხავ განსაკუთრებით, რომელ საკითხში მოსჩანან პარაზიტები თქვენ სივრცეში. ოღონდ იცით როგორი პარაზიტები არიან ჩემო ძვირფასებო, რომლებიც თქვენ გასწავლიან ნახეთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ იცით, აი ჩემს ცხოვრებაში არიან პარაზიტები, არიან ადამიანები, ისინი იქამდე იქნებიან, სანამ თქვენ გენდომებათ მათთან ურთიერთობა, სანამ თქვენ მათთან გაცვლით ენერგიებს, სანამ თქვენ მათთან შეეცდებით რამის დამტკიცებას, რამის ჩვენებას, რამის სწავლებას, რამის. ამიტომ თუ კი ვთქვათ თქვენს ცხოვრებაში ისევ იგრძნობთ აი ამ მათ გააქტიურებას, ეს ნიშნავს, რომ საზღვრები არ დააყენეთ სათანადოდ კარგად არ გაეცით პასუხი მათ, ვინც თქვენგან იმსახურებდა ესეთ პასუხს კაცრს, ხო?
ამიტომ ივნისის თვეში ასე ვთქვი ამოფუთფუთდებიან ისინი, ვინც საბოლოო ჯამში დიხლაფოსის კიდევ ერთ დოზას საჭიროებს თქვენგან. ხო, აუცილებლად ეს პროვოკაცია შესაძლებელი იყოს, ხო, მათი მხრიდან, მაგრამ მე არკანები მეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისწავლოთ ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტო, ისწავლოთ გარჩევა, რა არის ნამდვილი და გულწრფელი და რა არის манипуляცია. როდესაც ადამიანები манипуლირებენ იმიტომ, რომ წაიღონ, მიიღონ და ამ პროცესს ზოგი სიყვარულს ეძახის, ზოგი მეგობრობას, ზოგი კიდევ სხვა რამეს, მაგრამ თქვენ ფიქრობ, რომ უკვე კარგად გრძნობთ ამ ადამიანებს თქვენს ირგვლივ და ივნისის თვეში კიდევ უფრო მეტად კარგად იგრძნობთ ამ ყველაფერს და თქვენ გეუბნებიან, რომ მიაქციეთ ყურადღება ამ ადამიანებს, იმიტომ რომ შემოგრჩნენ და დროა რომ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და თქვენი რეალობიდან და კიდევ ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ივნისის თვე კიდევ უფრო მეტად პროდუქტიული გახდეს. ეს არის სიტუაციის ლავირება. ეს არის მოქნილობა. განსაკუთრებით მათ ეხებათ ეს ინფორმაცია, ვინც პირდაპირები, მარსიანელები არიან, რომლებიც არანაირი დიპლომატია და რას ნიშნავს დიპლომატია, არ ვიცით ხო? მეტი დიპლომატია. მე არ გეუბნებით აქ მეტი ჩანთლახობა, არა, მე გეუბნებით მეტი დიპლომატია, მეტი სირბილე, მეტი ლავირება, მეტი დრეკადობა. იმისთვის, რომ მიიღოთ შედეგები, რომლებიც თქვენ გინდათ. ხანდახან გონივრობა არ არის ის, რომ პირდაპირ თავით და რქებით შევასკდეთ გარკვეულ რეალობებს. საჭიროა დიპლომატია და ეს დიპლომატია თუ კი ვთქვათ რთულად რთულად მოსაპოვებელია თქვენს ხასიათში. თქვენ აქ ირჩევენ, რომ საჭიროა იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში მოვიდეს და დადგეს ის დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებსაც შესაძლოა საკმაოდ დიდი ხანი ელოდებოდით. ვიღაცისთვის ეს მესიჯი მნიშვნელოვანი და აქტუალურია, თუმცა უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ იმ პირველ თემას შევეხები, რაც უშუალოდ ენერგოვამპირი და პარაზიტი ადამიანების ირგვლივ საუბარს ეხება. და როგორც კი სწორ აქცენტებს დასვამთ, თქვენ გეუბნებიან, რომ ივნისის თვე თქვენთვის იქნება ძალიან მაგიური. იმიტომ რომ საერთოდ ახალ ხარისხზე გადადიხართ. გაცნობიერების, ცხოვრების, შეიძლება ის იყოს ახალი სამსახური ვიღაცისთვის, ახალი ეტაპი ცხოვრების, ახალი რაღაცა ახალი მოდის თქვენს ცხოვრებაში, რომელიც თქვენ დაიმსახურეთ. ამიტომ გაუფრთხილდით ამ ყველაფერს. მე კი დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.